შევძლებთ თუ არა მიწის დამუშავებას თუ წვიმა უფრო იშვიათად მოვა. თუ ჩვენი მდინარეები მეტისმეტად დაბინძურებული იქნება. ევროპაში წყლის ციркуლაცია მცირდება. ამ პრობლემით დაზარალებულთა შორის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პირველია, თუმცა ამ პრობლემის გამოწვევი მიზეზიც თავად არის. ეს მიანიშნებს, რომ წყალში ფოსფორია. ჩვენ შევხვდით ფერმერებს, რომლებსაც მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ წყლის მოხმარება უფრო ეკოლოგიური და ეფექტიანი გზით მართონ. ჩვენ ირლანდიაში გამოგზაურებთ, თუმცა ჯერ პორტუგალიაში გავჩერდებით. ალენტეჟუს გვალვიან სამხრეთულ რეგიონში სოფლის მეურნეობა დიდი წარმატებით ვითარდებოდა ალკევის წყლის რეზერვუარის წყალობით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვნური ტბაა ევროპაში. მაგრამ საკმარისი იქნება კი მისი მარაგის ამომავლოდ. პორტუგალიაში 2040 წლისთვის წყალზე ხელმისაწვდომობა 6%-ით შემცირდება. მასზე მოთხოვნა კი 26%-ით მოიმატებს. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. მობრძანდით. ესპორანის მამული, რომელიც ორგანულ ღვინოსა და ზეითუნის ზეთს აწარმოებს, ყველაზე გამძლე ყურძნის ჯიშების ზევნაში ჩაერთო. ეს ნაკვეთი სავენახე ლაბორატორიაა. აქ ყოველ მწკრივში თითო ჯიშის ბაზია დარგული. თითო მწკრივი კი 3 საცდელ ნაკვეთად იყოფა. ერთს კარგად წყავენ, ერთს ცუდად, ერთიც ურწყავია. ამ ნაკვეთში ვაზი საერთოდ არ მოურწყავთ და როგორც ხედავთ, ზოგიერთს მშვენივრად ასხია. ეს კარგი მაგალითია. მშვენივრად ვხედავთ, რომ ის გამძლეა. საოცარი ის არის, რომ ჩვენ ძირითადად ადგილობრივ ჯიშებზე გადავედით და ისინი მართლაც ყველაზე უკეთ უძლებენ კლიმატის ცვლილებას, რომლის წინაშეც ვდგავართ დღეს. ვაზის ეს ჯიშები გადახურულ ტერიტორიაზე მოჰყავთ, რათა ნიადაგმა სიგრილე და ტენიანობა შეინარჩუნოს. ძალიან ცოტას რწყავენ, რათა ვაზმა ფესვი ღრმად შეუშვას მიწაში და უფრო მეტი და ხარისხიანი ნაყოფი მოისხეს. მიწის ქვეშ ჩაწყობილი მილების საშუალებით ნიადაგის ტენიანობას თითოეულ ნაკვეთში აკვირდებიან და ვაზს წყლის მცირე რაოდენობას აწვდიან. ეს წყლის დეფიციტის გრაფიკია. ერთმანეთს ენაცვლება მორწყვისა და წყლის დეფიციტის მონაცემები. ჩვენთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიას, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ახლა ვცდილობთ ყველა მონაცემი ციკლად შევკრათ. სარწყავი მილების ღრუნ მონაცემებთან დავაკავშიროთ ალგორითმის საშუალებით, რომელიც განსაზღვრავს თუ რამდენი წყალი სჭირდება თითოეულ ნაკვეთს და ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში ვამუშაოთ. ამ მამულს გამოყენებული წყლის გამწმენდი ქარხანაც აქვს. ინდუსტრიული წყლის გასუფთავებული ნაკადით ივსება ეს წყალსაცავი, რომელიც ფაუნის ველური სახეობების თავშესაფრად იქცა. ეს ბიომრავალფეროვნება ეკოსისტემაში წონასწორობას აღადგენს. ეს საშუალებას მოგცემს, რომ წარმოება უფრო ბუნებრივი გზით წავიყვანოთ. ნაკლებად ჩავერიოთ. ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ევროკავშირი მიზნად ისახავს, რომ 2030 წლისთვის წყალი 10%-ით უფრო ეფექტიანად მოიხმაროს. პორტუგალიაში ახალი კაშხლების აშენებას, წყლის მილების მოდერნიზებასა და უფრო მეტი წყლის გადამუშავებას აპირებენ. ევროპის ზოგიერთ მხარეში წყლის სიმცირეს არ უჩივიან, მაგრამ მისი ხარისხის პრობლემა აწუხებთ. ჩვენ ირლანდიაში ჩავედით, სადაც წყლის ორგანული ნივთიერებებით, მაგალითად ნიტრატებით დაბინძურების საკითხია მსჯელობის საგანი. ეს ყველაზე მწვავე საკითხია ქვეყანაში, სადაც სოფლის მეურნეობა წამყვანია. აქ ირლანდიაში სოფლის მეურნეობას ადგილობრივი მიწები 70% უკავია. სწორედ ის არის სოფლის მოსახლეობის საყრდენი და ეკონომიკის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი. მაგრამ სოფლის მეურნეობის ინტენსიურმა განვითარებამ პრობლემები შეუქმნა მდინარეებს, ტბებსა და მიწისქვეშა წყლებს. ამიტომ მთავრობა ფერმერებთან ერთად გამოსავალს ეძებს. პროექტი ფერმერული მეურნეობა წყლის ეკოინდუსტრიული პარკისთვის თანამშრომლობას ეყრდნობა და ხელს უწყობს ისეთ ფერმერულ მეურნეობას, რომელიც წყლის ხარისხზე ზრუნავს. ეს ხალხი ჩვენი ძირითადი მრჩევლები არიან. ისინი ხვდებიან ფერმერებს, ათვალიერებენ ფერმებს და ადგენენ, თუ სად არის ყველაზე საშიში მონაკვეთები, სადაც ნუტრიენტები წყალს ერევა და განიხილავენ, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. ბუნებრივი პრევენციის მექანიზმი ასეთ დაჭაობებულ ტბორებს გულისხმობს, რომელთა მცენარეული საფარიც ფილტრის როლს ასრულებს და ლექსსა და ნუტრიენტებს აკავებს. ასეთივე მექანიზმია მდინარეებსა და დამუშავებულ მინდვრებს შორის გადაჭემული სანაპირო ბუფერული ზონები, სადაც რძის ფერმერებს საქონლის გამოსაკვებად ბალახი მოჰყავთ. ეს ადგილი მეზობლად მდებარე ქალაქს ფაქტობრივად სასმელი წყლით ამარაგებს. ამ პროექტის მიზანია, რომ ნიალბირნის მსგავს იმ 15,000 ფერმერს მოიმსახუროს რჩევებით, რომელთა მიწებიც პრიორიტეტულ ფართობზე მდებარეობს. აქ ფოსფორის გაჟონვის სახიფათო ზონაა და ჩვენ მისი გადინების გზებს ვადგენთ. აქ უკვე შევაჩერეთ ფოსფორისა და შლამის გავრცელება წყლის დასაწყისში. ამ ფერმის გავლენა უკვე შესამჩნევია. ისე სწრაფად გაჯანსაღდა გარემო. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ის ფინანსური დახმარება, რომელსაც ასეთი ტიპის სამუშაოსათვის ვიღებთ, ძალიან დიდი შეღავათია ჩვენთვის. ჩვენ, ფერმერები, წყალთან ახლოს ვმუშაობთ, მაგრამ მას ისევე მოვიხმართ, როგორც ყველა დანარჩენი. ევროპული დირექტივა ნიტრატების შესახებ მოითხოვს, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა განსაზღვრონ დაუცველი სახიფათო ტერიტორიები და შეზღუდონ მავნე ნივთიერებების გავრცელება. ჯოანი გვიჩვენებს, თუ რა გავლენას ახდენს სასუქი და პესტიციდი მდინარეებზე. რას ვეძებთ? ევტოფიცირების ნიშნებს.
წყლის კარგად გამტარ ნიადაგში ნიტრატების შემცველობა სერიოზული პრობლემაა. წვიმა ამ ნივთიერებას მიწისქვეშა წყლებში ჩარეცხავს, რომლებიც საბოლოოდ მდინარეში ჩაიტანს. მდგრად ნიადაგში უფრო ფოსფორის პრობლემა გვაქვს. აქ კარგად ჩანს, რომ ქვები დაფარულია ძაფივით წვრილი წყალმცენარეებით. ეს კი წყალში ფოსფორის შემცველობას მიანიშნებს. ამ წყალმცენარეს შეუძლია წყალში ჟანგბადის რაოდენობის შემცირება გამოიწვიოს. წყლის ზოგიერთ ბინადარს, მაგალითად ამ კივორჩხალას არაფერი უშავდება, მაგრამ სხვა სახეობები უკვე გაქრნენ. როცა ბალანსი ირღვევა, სახეობები ერთი მეორის მიყოლებით ქრებიან. სანამ მდინარეში მხოლოდ გამძლე სახეობები არ დარჩებიან. ირლანდიის წყლის რესურსის 54%-ს კარგი ან ძალიან კარგი ეკოლოგიური მდგომარეობის სტატუსი აქვს. ევროკავშირი წყლის ჩარჩო დირექტივის საშუალებით მოითხოვს, რომ ეს მაჩვენებელი 100% იყოს. ეს ლურჯი ნიშანი მიუთითებს, რომ ამ მდინარეს ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. მდინარე ჯანსაღია. ძალიან ჯანსაღია. წყლის მაღალ ხარისხზე საუკეთესოდ მიანიშნებს იქ მობინადრე უხერხემლოთა სიმრავლე. ეს მეგაზაფხულია. ისინი ვერ იცოცხლებენ ორგანული ნივთიერებებით დაბინძურებულ გარემოში. ირლანდიაში დაბინძურებას ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობა იწვევს, თუმცა სხვა ფაქტორებიც არსებობს, როგორიცაა მაგალითად ჩვენი მდინარეების ფიზიკური მდგომარეობა. საჭიროა კარგი მენეჯმენტი, უნდა ჩაერთონ ფერმერები. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს წყლის დასაცავად. საკმაოდ ბევრია სამუშაო. საკმაოდ ბევრია. ირლანდიაში წყლის სისტემების აღდგენა დეგრადირებულ ტორფნარებსაც უკავშირდება. მობრძანდით ირლანდიურ ჭაობში. თუ მათ ისევ ჯანსაღ ადგილად აქცევ, აქაურობა სიცოცხლით სავსე იქნება. ევროკავშირის ბუნების აღდგენის კანონის მთავარი პრობლემა იმ ადგილების ხელახალი დატენიანება, რომელთაც ხშირად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან ელექტროენერგიის წარმოების გამო აშრობდნენ. უკვე ბევრი მცენარე დარგეთ? არა, ჩემი ბაღი გაბერანებულია, თუმცა დღეს სიამოვნებით ვრგავ. ნიადაგს რომ თავისი ეკოსისტემა დაუბრუნონ, ეს მოხალისეები ევროპული პროექტის პალუს დემოსის მოწოდებას გამოეხმაურდნენ, რომელიც მიზნად ისახავს, რომ მიწათმოქმედების ალტერნატიული მეთოდის, პალუდიკულტურის უპირატესობა წარმოაჩინოს. თუ ფერმერს თავისი მიწის ხელახლა დაჭაობებას მოსთხოვ, ეს მიწა სრულიად გამოუსადეგარი გახდება შემოსავლის თვალსაზრისით. ჩვენ კი ვცდილობთ, ვაჩვენოთ, რომ შეიძლება აქ ტორფის ხავსი მოიყვანო და ამით ის ქოქოსის ბოჭკო ჩაანაცვლო, რომელსაც მებაღეობაში კომპოსტისთვის იყენებ. ეს არის ცნობილი ტორფის ხავსი. წყალდიდობის დროს მას თავის წონაზე 20-ჯერ მეტი წყლის შეწოვა შეუძლია. მოდი ხავსი დავრგოთ. პალუდი კულტურა, რომელიც ნესტიანი ნიადაგის პროდუქტიულ გამოყენებას ნიშნავს, მიზნად ისახავს, რომ ყველას სარგებელი მისცეს. ესეც ასე, დროა ტორფში ამოსვლილი ხელით დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ხავსის შესახებ ისევ ვისაუბრებთ. დიახ, ეს ჩემი პირველი ნარგავია. კიდევ მილიონი დამირგოს.